იცით, სამწუხაროდ ძალიან ბევრს გონია, როცა ამბობ, რომ უსამართლობა ეს მხოლოდ უდანაშაულოს დაჭერა არის და თუ უდანაშაულოს რა ნარკოტიკს ჩაუდებ ჯიბეში და დაიჭერ, ეს არის მხოლოდ რა ვიცი, როგორ გიხათ, უსამართლობა ასე არ არის. უსამართლობა არის სწორედ ის, როდესაც ერთს ყველაფერი აპატიება და განარჩენს არა. სწორედ არის დამოკიდებულება ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას, როდესაც კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის. ახლა თქვენ მეუბნებით რაღაც კონკრეტულ თემაზე, რომელიც კონკრეტულ საგადასახადო ურთიერთობ დავალიანებაზე, ხო? მაგრამ ეს კონკრეტული საგადასახადო დავალიანება შესაძლებელი როგორც სხვა დანარჩენი კომპანიებისთვის, თქვენთვისაც ესე განაწილდეს და გადაიხადოთ ეს ყველაფერი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს სხვა მედიები საქართველოში, რომლებიც ასევე მილიონობით არ იხდიან გადასახადებს და მათთვის ყველაფერი შესაძლებელია, მათ ყველაფერი აპატიებათ. აი ეს არის სწორედ უსამართლობა და სწორედ ამიტომ აქვთ მოქალაქეებს ეს ხომ ერთი შემთხვევა არის, ერთი კონკრეტული შემთხვევა და ასეთი ბევრი შემთხვევა გვაქვს სამწუხაროდ და აი სწორედ ეს ყველაფერი ქმნის აი იმ იმედგაცრუებას საზოგადოებაში და ხალხში, რომელიც სულ უფრო მეტად იმატებს, რომ ჩვენ არ გვაქვს სამართალი. ჩვენ არ ვგრძნობ თავს დაცულებად. კანონმორჩილიც რომ ვიყო მე მოქალაქე მე თავს დაცულად არ ვგრძნობ. ასე ფიქრობ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა და კიდევ ერთი ასევე სიმპტომი როგორ გითხრათ, ავადმყოფნის, პოლიტიკურად ავადმყოფნის ქართული ოცნების არის აი როგორ გითხრათ რა ნიშანი აქვს განსაკუთრებული მზია საქმიანობას. მზია ყველა რეჟიმის დროს იყო მებრძოლი. მზია იყო ყველა რეჟიმის დროს, ყველა ხელისუფლების დროს თავისუფალი, დამოუკიდებელი და მებრძოლი. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით უშლით ხელს იმ ადამიანებს ვისაც ავტოკრატიის დამყარება უნდა. იმიტომ რომ არ ესმით, რომ შეიძლება შენ ახლა როგორც თქვენ ახლა თრიალეთი ამდენი პრობლემა გაქვთ, მაგრამ მაინც აგრძელებთ მაუწყებლობას და აი ამ ხელაზე წოლის და ამდენი, რა ვიცი, ამის შემდეგაც რაც თქვენ გაქვთ გადატანილი, რაც მინახავს და რაც მახსოვს, რა თქვენ თავს ხდებოდა, აი თქვენ აგრძელებთ თქვენ საქმიანობას. ასეთი ადამიანების არ ესმით, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ხელისუფლებაში ყავს ისეთი შემთხვევითი ადამიანები, ვინც პოლიტიკაში მოვიდნენ, იმიტომ რომ ან ფული იშოვონ, ან უკვე რაც იშოვეს კორუფციით, ის ფული დაიცვან და დაიფარონ. სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები ყავს დღეს ხელისუფლებაში. და მათ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად პრობლემას უქმნიან ისეთი მოქალაქეები, ვისაც შეუძლიათ უანგაროდ ქვეყნის მსახურება, უანგაროდ საქმის კეთება, უწრფელად საქმის კეთება, იდეისთვის მსახურება. ასეთი ადამიანების არ ესმით და ამიტომ ყველაზე მეტად ასეთი ადამიანების წინააღმდეგ გაილაშქრებს ხოლმე ავტოკრატული რეჟიმი. დიახ, ჩვენ ავტოკრატული რეჟიმის პირობებში ცხოვრობთ პრაქტიკულად, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად ახერხებს, რომ თავის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია გააკეთოს. და რა თქმა უნდა, ხა მედიის თავისუფლება დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ, ეს არის ფაქტი. ეს მოცემულობაა და ფაქტია. კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ, რომ თუნდაც თქვენ პარტიას, რომ თუნდაც თრიალეთისნაირი პლატფორმები არ იყვნენ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. ის რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია პარლამენტში როგორც საქართველოს ხალხის წარმომადგენლობით ორგანოში ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს ხალხს, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს, შეგვიძლია დავაყენოთ ინიციატივები, წინადადებები წარმოადგინოთ, იდეები გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, რა ვიცი, მოვითხოვოთ კომისიების შეხვედრა, მოვითხოვოთ მოსმენები, მოვითხოვოთ ინტერპელაცია, მოვითხოვოთ, როგორ გითხრათ, სხვადასხვა აღმასრულებლის მოსვლა და ანგარიშის ჩაბარება. გადაწყვეტილებას თქვენ იცით, საბოლოო ჯამში იღეს მაინც ის ოცნება, რომელსაც აქვს უმრავლესობა. და სამწუხაროდ მათ არ აქვთ გააზრებული ის რომ მართლობის მათი უსაფრთხო მართლობისთვის
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აი თვითონ მათთვისვე სჯობს, რომ რაღაც პასუხისგებლობა გადაუნაწილონ ოპოზიცია. ჩვენ ხა იქ პარლამენტში იმიტომ კი არ ხო პარლამენტში ცნობა კი არ არის ხა მთავარი და პოლიტიკაში იმიტომ კი არ ვართ რომ პოლიტიკოსები გვერქვას და რაღაც სკამზე დავსხდეთ. ხო ვსხედვართ იმ სკამს. ეს ყველაფერი არის ინსტრუმენტი. შესაძლებლობა იმისთვის რომ კარგი სახელმწიფო აუშენო შენ სამშობლოს. ჩვენ ეს გვინდა, კარგი სახელმწიფო, სამართლიანი სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც ბავშვის გაჩენა არ შეეშინდებათ მოქალაქეებს. იმიტომ რომ რა ვაჭამო, სად ვასწავლო, რა ჩავაცვა, როგორ გავზარდო, უსაფრთხოდ გავზრდი თუ არა. ეს ყველაფერი ხომ თემა არის. სადაც ადამიანებს არ შეეშინდება ციბერეს, იმიტომ რომ ციბერე განაჩენია ჩვენთან. განაჩენი ადამიანი რომ ბერდება განაჩენი აქვს, რომ ის უნდა იყოს დუღჭილი ცხოვრებით, კარ ჩაკეტილი. აი ეს ამას უყურებ ჩვენ. ალბათ რო ხდება ადამიანი ისიც განაჩენია. მე ძალიან შევეცდები როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თქვენი კონკრეტული კომპანიის საქმეც ვნახოთ, შევისწავლოთ რისი გაკეთება შესაძლებელია, ვნახოთ ესეც ძალიან სამწუხარო არის. ისეთი შემთხვევები მაქვს, როდესაც აი მაგალითად წლობით ელოდება ხალხი მოქალაქე ყავს 13 წელი ელოდება სასამართლოს პროცესის ჩანიშვნას. 13 წელი ელოდება. წარმოგიდგენია? 13 წელი მოქალაქე ელოდება, რომ პროცესი ერთი პროცესი მაინც ჩაინიშნოს. აი ასეთ ვითარებაში ვარ. რა თქმა უნდა, მე ძალიან შევეცდები, რომ აი ჩვენი ფრაქციის და ჩვენი პოლიტიკური ძალის ფრაქციის უფლებამოსილების ფარგლებში რისი გაკეთება შესაძლებელია გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, დავინტერესდებით დეტალურად ვნახავთ რაზეა საუბარი და ამასაც შევისწავლით.